მოგესალმებით ჩემო ტკბილო გამომწერებო, არხის სტუმრებო, თუ შემთხვევით შემოსულ ადამიანებო. დიახ, გაჩერდით, დალაიქეთ, აქ ძალიან კარგია, იცოდეთ, რომ სიახლეები ეზოთერიკის სივრციდან ყოველთვის მოდის ცხლად და ეფექტურად. მაშასე, ჩემ თქვენს წინაშე დიდი სურვილი მაქვს წარმადგინოთ მორიგი კვირის გაშლა. ანუ როგორ იქნება ნოემბრის შუაგული 10-დან 16-ის ჩათვლით. კი ბატონო, თქვენს წინაშეა 3 ვერსია, გინდ ფერების მიხედვით და გინდ ისე ციფრების მიხედვით შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და გავიგოთ ახლა როგორი კვირა გვექნება. როგორც ამბობენ 10-დან 16 ნოემბრის ჩათვლით დედამიწა ჩვენი პლანეტა ძალიან კარგ და სასიამოვნო გათავისუფლების ფაზაში შედის. იკლებს ნეგატივი, მატულობს პოზიტივი და თქვენ წარმოიდგინეთ და რაღაც ახალი კარგი დადებითი სიახლეების მოლოდინში ვიტრუნებით ყველა. დიახ და მოდი გადავიდეთ ახლა უშუალოდ საქმეზე. ვინც პირველი ვერსია ჩაიფიქრეთ, როგორ იქნება ზოგადად ამ კვირის მაჩვენებელი, როგორი იქნება თქვენი სამსახურეობრივი ან დასაქმების სპექტრი, როგორი იქნება თქვენი ფულადი თემა და პირადი ცხოვრება. ვინც არ მუშაობს, რაღაცა ჰობი ჩაამატეთ, რაღაც ისეთი სტიქია გასართობი. მოდი დავკითხოთ ულამაზეს და უმშვენიერეს და გვეტყვის აუცილებლად მადამ ლენორმანი როგორი იქნება. ზოგადად გადავხედოთ და აღმოვაჩინოთ, რომ 3 ამ პენტაკლებში აღმოჩენილი 3 ასე ვთქვათ მონეტა და მშრომელი ადამიანები იმის მაუწყებელია, რომ აუცილებლად გექნებათ დიდი პერსპექტივა ამ დღეს კოლექტიური შრომით გაახაროთ. მოკლედ რაღაცეები ხდება, როცა ერთი ადამიანი მხოლოდ ვერ აკეთებს რაღაცის, ასე ვთქვათ, ორიენტირს და იქ ჩაბმულია სხვა ადამიანებიც, სამსახურეობრივი თემა. მოდი გადავიდეთ კარიერულ თემაზე. დიახ, რაღაც აი თქვენ სამუშაოში, თქვენს ბიზნესში, თქვენს დასაქმებაში, თქვენს სწავლებაში გაჩნია თქვენ რა ჩაიფიქრეთ ამ კარტის ქვემოთ, რაღაც კარგი, სწრაფი და საინტერესო ახალი ამბავი მოდის ამ კვირაში. ვცლად ვერ გელაპარაკებით, იმიტომ რომ აქ ფორმატი არ მოძლევს ამის საშუალებას. ამ სიამოვნებას მოგანიჭებთ პირად ურთიერთობების დროს, როცა პირადი გაშლა მოგინდებათ. მოდი ვნახოთ რა ხდება ფინანსური თვალსაზრისით. ფინანსებიც მოდის, მაგრამ არა იმდენი, რომ აი რაღაცნაირად რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებები დაგეუფლოთ და ვაშა და მაქვს, მაგრამ რაღაც საკუთარი თავის განებივრებების თუნდაც რაღაც ისეთი არტ სიამოვნება მიანიჭოთ საკუთარ თავს, ნამდვილად მოდის. ეხლა პირადში რა ხდება? პირადში ვიწყებთ რაღაცას თავიდან, ცეცხლოვნად, ხალისიანად, იმიტომ რომ მოდის სულელის ენერგია, აი ნახეთ, წითელი აფრები, წითელი სამოსი, წითელი მეწამული, რაღაც ესეთი შემართებებით ამ კვირაში, რაღაც ახალ გზას ვიწყებთ. აბა რა იქნება სიმბოლიკა ამ ყველაფრისა? მამაკაცი. დიახ, თუ ხალი უყურებთ, ის აუცილებლად ასე ვთქვათ, სიუჟეტურად მობრძანდება მისი საპირისპირო სქესი და რაღაც ამ კვირის ჰიტს ერთი კაცი ჩაიგდებს ხელში, რაღაც საინტერესო ამბავს გეტყვით, არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში, ეს არის პირადი ურთიერთობებისთვის განკუთვნილი თუ ისე რაღაც სამსახურეობრივი თემისთვის, გითხრათ სიმართლე, კაცი იქნება, ესეთი სხვათა შორის ასაკოვანიც, მოდი ასე ვთქვათ, გამოცდილი, შეძლებული, აღმოჩნდება, რომ თქვენი ძვირფასი და შაქარ-ყინული კვირის რაღაც მოთავე და საკმაოდ კარგი პარტნიორი იქნება. გადავიდეთ მეორე ვერსიაზე, გამაღვიძე ტარო. ნახოთ 10-დან 16 ნოემბრის ჩათვლით, ვის ეღვიძება ზოგადი ტენდენციები ხალხო, აბა ვნახოთ რა ხდება თქვენ სამსახურში, ფინანსებში, პირადებში და აუცილებლად გავიგოთ, აბა რა დარიგებას გაძლევთ. ჩვენი ძვირფასი ლენორმანი, აბა დავიწყებთ სიამოვნებით, ვაკეთებთ ამას. კაი ბატონო და დავიწყოთ. მოკლედ, დიდი ხანი ეს კარტი არ გამიშლინა და ძალიან მიყვარს. 7-იანი კვერთხი მაუწყებელია იმისა, რომ ამ კვირაში მოგიწევთ რაღაც არო კეთილსინდისერად განწყობილ ადამიანებისაგან
დავის დაცვა კეთილსინდისიერი გზით, იმიტომ რომ ის, რასაც თქვენ იცავთ, არის თქვენი საკუთარი სახლის კარი. აქ მოგეხსენებათ პატარა საყვარელი ბიჭუნა, როგორი აგრესიული გახადა იმ არასამართლიანმა დამოკიდებულებამ, რომელიც ეხლა ამ ქოფაკებიდან მოდის. კი ბატონო, აბა ვნახოთ თქვენს დასაქმებაში სამსახურში რაღაც ისვენებთ და სვენების დღეები გამოუწერეთ საკუთარ თავს, რაღაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გითხრათ სიმართლე, აქ ექშენი არ არის. ეხლა გადავიდეთ იქ, სადაც არის თქვენი, ნახოთ ექშენი თუ გაქვს მანი-მანიში, ჯიბე-ჯიბეში. რატომაც იქეთაც აქეთაც პაჟი ამოვიდა, წყლის პაჟი ესე იგი. როგორ გითხრა, პაჟები პატარა ესეთი შეძლების ტიპები არიან და რომ გითხრათ რომ რაღაც ამ კვირაში დიდი ფულადი შემოსავალი მოდის, მაგრამ რასაც მოდის, რატომაც ეს ხარჯები მოდის საკუთარი სიამოვნების მისაღებად. რა ვიცი, ან ისეთი რაღაცები, რასაც ფიქრობ, აი ამ მინდა რაღაცა ვიყიდო, ან საშემოდგომო ფეხსაცმელი, ან მოსასხამი ხვდებით, აი რაღაც აი ამ მომენტისთვის ეს ფულადი თემები საკუთარი თავის გასახარებლად, საკუთარი სილამაზის მომასწავლებლად არის. აბა პირადში როგორ ავარ, პირადი თემა, აი უყურებთ როგორ ხდება, ყველაფერი თქვენზე არის, კურიერის რაღაც ისეთი პოზირება, რომელსაც აქვს მრავალი მისთვის მის ძალებისთვის შეუფერებელი ტვირთი აკიდებული და მაინც ადის კიბეზე და მაინც პირადი ცხოვრებების თემა რომანტიკული ამ კვირაში ნამდვილად არ გექნება. რაღაცა დაგღლის, ვიღაცა დაგღლის და რა არის სიმბოლო ამ კვირაში. თქვენთვის ეს არის გასაღები, გადასარავი ვერსია, სხვათა შორის მინდა გითხრათ, გასაღები არის კარებისა, რომელიც აი აქვე აი ესე იდუმალად გამოიყურება, ისეთი პირდაპირ მნიშვნელობითაც შეიძლება განსაზღვროთ და ისედაც რომ რაღაც ახალის გაგება, რაღაც ახალ კარებში შესვლა, რაღაც თემა, რომელიც დიდი ხანია თქვენს, ასე ვთქვათ, გამოცანებში შედის, თქვენს თავსატეხში შედის, რაღაც ისეთის საინტერესოს დაწება. ღრმად მადლობა ჩემს ძვირფას ადამიანს. ბატონო, ეხა ვისაც ეს ძალიან უნდა მესამე ვერსიასაც მომისმეს, დავაბრუნებ ლენორმანს, ლენორმანი არ გამიბრაზდეს და ბატონო. გადავიდეთ ისევ და ისევ, კიდევ ხაზგასმით გეუბნები, ლაიქები დასვით ხალხო, გენანებათ ეს ერთი ხელის სენსორული მოძრაობა, არ მინდა გულები, მაგრამ ეს ლაიქები დასვით და რეაქცია იყოს თქვენი, რომ აი ეს ვნახე, აი ეს წავიღე, ეს მომეწონა, ეს რჩევები გავითავისე. აბა შევემზადოთ და რო ხო შესამზადებელია თქვენი ენერგიების სიგნიფიკაცია და რა პოტენციალი გვაქვს იმის შესახებ გვაუწყებს. მოდი ვნახოთ მოგზაურის ტარო, რას გვესაუბრება, სად გვამოგზაურებს. გავიღეთ ისეთ შემოკარგო ადამიანებო, პირადში რასაკურელებს ცლად ველაპარაკობთ სრულიად საათის განმავლობაში და უკუღმა გჭირდებოდეს, არ მინდა, არ მიყვარს ეს უკუღმა, არის ეს მძიმე, არ არის მარტივი. წარმოგიდგენთ ახლა კიდე მისი უკუღმართობა. დავიწყოთ ეს კვირა რას გპირდებათ თუ არა. რაღაც თქვენს მედგარ მდგომარეობას, აი როგორც სადარაჯოზე ფრთხილად უნდა იყოთ, აი აქ ამ შემოღობილში არ უნდა შემოვიდეს მავნე და არასასურველი ძალები. კი ბატონო, მოდი იქ რაც სადაც დასაქმებული ხართ რა ხდება, აი აქ სიტუაცია ცოტა რთულად არის. იმიტომ რომ რაღაც სამსახურებრივ თემასთან დაკავშირებით აშკარად 10-იანი ხმალი ამოვიდა, არ არის ის, რაც თქვენ ყველაზე მეტად გაგახარებთ ეხლა. რაღაც პრობლემები გვაქვს, ეხლა რაც შეეხება თქვენს ფინანსურ მხარეს. ფინანსურ მხარეში რასაკურველია ცხენიანი რაინდი ამოგვივიდა, რაინდი ყოველთვის მოქმედებას ნიშნავს, ცხენი ყოველთვის მოძრაობას ნიშნავს, აქ ფული არ ჩერდება, ყოველ შემთხვევისათვის მოდის თქვენთან, სხვათა შორის რაღაც სწრაფად მოდის. ყოველ შემთხვევაში ეს სამსახურთან მიბმული სამსახური სამსახურია, მაგრამ ფულადი კანალი, ფულადი არის. ეხლა ამ კვირისათვის ძალიან საინტერესო არის პირად ცხოვრებაში როგორ ვართ. მესამე ვერსია დამეტანი არეულად ვარდება. პენტაკლების რაინდი ამოვიდა და ეს არის სტაბილურობის მაუწყებელი. არის ადამიანი, თუ არ არის ადამიანი, ამას მნიშვნელობა დიდად არ აქვს, იმიტომ რომ ამ კვირაში ყველა ვერსიაში მოდის ის მდგომარეობა გამყარებული. შესაძლოა ბევრისათვის ეს არის პარტნიორი, საიმედო პარტნიორი, ეს არის ხანგრძლივი ურთიერთობებისათვის პარტნიორი, ადამიანი, რომელმაც შეიძლება ამ კვირაში მისთვის რაღაც საინტერესო მომენტი გაიმეტოს, აჩუქოს, ან კიდევ რაღაც ისეთ დიდი ხნის საოცნებლად და დიდი ხნის ნაფიქრალზე გავიდეს. ახლა ვნახოთ ამ კვირაში რა ხდება. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეხლა ცოტა
სახილილის ჯობს, ჩვენ ხო არ გვიყვარს რაღაც ისეთი თემები, მესამე ვერსია ცოტა ყველასთან შედარებით არის პრობლემური. სამაგიეროდ ვნახოთ პირადში როგორ შეიძლება იყოს, თუ ისაც ეს ძალიან მოუნდება, მომმართოს იცით სადაც უნდა მომძებნოთ.